მოგესალმებით, ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემს არხზე გემრიელი ცხოვრება, პატივცემულო სტუმრებო, ხოლო ჩემო უკვე მეგობრებო, თუმცა ონლაინ მეგობრებო, მოგილოცავთ 26 მაისს. მოგილოცავთ თავისუფლების დღეს. და ეყოფილიყოს ჩვენი ქვეყანა მართლაც თავისუფალი. თავისუფალი მტრისგან, თავისუფალი დამპყრობლისგან, თავისუფალი შიდა მტრისგან და რაც მთავარია თავისუფალი ყოფილიყოს უგნური ადამიანებისგან, რომლებიც ხან ნებსით და ხან უნებლიეთ ძირს უთხრიან ჩვენ ქვეყანას. ჩემო კარგებო, აღარ დაგტვირთავთ ახლა ფილოსოფიით, მით უმეტეს რომ პრეტენზია არ მაქვს მე ამ ფილოსოფიაზე. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და მიხარია რომ ჩემთან ხართ. 1-2 დღე დავიკარგე YouTube-დან საქმე იმაშია რომ ტასიკოს აღმოაჩნდა ყბაყურა. უბრალოდ ჯერ არ ვიცით აღმოაჩნდა თუ არა ყბაყურა, ჯერ არ დაგვიდასტურებია ეს ლაბორატორიულად. ამას ყველაფერს ვაპირებთ ხვალ, მანამდე იყო სულ დასვენების დღეები და ჯერ ყელი უღიტინებდა, მერე ყური მთელი ერთი კვირა, მერე ჩამოუსწივდა, მერე პატარა სიცხეც მისცა და მივხვდი რომ ეს იყო ყბაყურა. და წევს წოლა სიამოვნებს, ვერ ვიტყვი რომ სუსტად არის, რა თქმა უნდა ტკივა, ყურები და ეს ჩამოსიებულები, სიცხე 37 და 2-ს არ გადაცილებია, შესაბამისად არ დაჭირებია არც ერთხელ სიცხეს დამწევი, იღებს გამაყუჩებელს, სავლებს იღებს, იმიტომ რომ მე ექიმს დავუკავშირდი და ისინი მომცა რეკომენდაციები. მე არა მაქვს გადატანილი, აი ყველაფერი მაქვს გადატანილი ყბაყურას გარდა. და ეს სპირტი მიდგას დიდი ბოთლით, შესაფშუკუნებლით, სპეციალური სპირტიანი ტილო მაქვს. ტასიკოს ოთახში შევდივარ მხოლოდ ნიღბით და რო გამოდის სველწერტილებზე, რასაც ხელს მოკიდებს, ჩამრთველი იქნება თუ სახელური იქნება, აბაზანის კარების წმენდ, ვრეცხა, ვაშხურებ ამ სპირტს, მოკლედ ვარ ერთ ამბავში. რადგან ესე ხეხვა-რეცხვა მომიწია, 1-2-რად გადავხეხე და გადავრეცხე სახლი, იატაკიც კი, მითი რა ქვია, მამაჩემის არყით, რომელიც საკმაოდ 90 გრადუსამდეა და 50 გრადუსიანი სპირტიო უკვე კლავსო ამ იმასო, ბაქტერიას, ხო, ვირუსს, მოკლედ რაც არის, იმ ნაწილაკს. და რაღაც დიდი იმედი მაქვს რომ არ გადამედება, იმიტომ რომ მე 37 წლის ამ გადავიტანე ჩუტყვავილა და გადავიტანე ძალიან მძიმედ. ახლა ყბაყურას ნერვები ნამდვილად არ აქვს. ხო და რატომაც გონია რომ არ გადამედება. ჯერ ერთი ვფრთხილობ და სუფთა თუ არ და მეორე ერთი რა ვიცი, ესე მგონია და ხო იცით თქვენ რისიც გჯერავს ის ხდება ყველაფერი. დავხეხე, დავრეცხე, დავაკრიალე, ჩემი მეუღლე თბილისშია, მოთხარი არც ჩამოხვიდა მეთქი, იმიტომ რომ იმას არ ახსოვს გადატანილი აქვს თუ არა. აი გამოვიყენე ხაჭაპური და ზებრა გამოვაწყე გუშინ. ჩავდე ამაში. წავედი, ვიფიქრე რომ მეც თუ გადადებული მაქვს უკვე მოვიმარაგო რაღაცეები და აი რა მოვიმარაგო, რასაც ჩვენ ვიღებთ ლავაში, ბებოს ლავაში, ყველი ვიყიდე, ძალიან კარგი ყველი შემხვდა და ხალხო 2 დღეა ვწურავ და წყალი ვერ მოვაშორე. აი წუხელის საცერზე მედო, ეხლა ჯამზე გადავიტანე და კიდე წყალი აქ ერთი ჩაისჭიქა. 6 კილო ვიყიდე, 5 და რაღაცა იყო, 2 დიდი თავი. ერთი ოდნავ მარილიანი, აი როგორ იცით, ოდნავ როს აგემრიელებს, აი ესეთი მარილი და მარილიანი და მეორე სუნთლად უმარილო და მეორე სუნთლად უმარილოდი გავაკეთე ჩემო კარგებო პატარა სულგუნი. აი გავაკეთე პატარა სულგუნი. რა თქმა უნდა, მილიონჯერ მაქვს ნანახი როგორ კეთდება, მაგრამ ჩემი ხელით არასდროს არ გამიკეთებია. ხო და როგორ ჩანს, უფრო აქტიური ზელა უნდა, ან უფრო ცხელი წყალი უნდა, იმიტომ რომ ზედაპირი არ გამოვიდა ესეთი გლუვი, ოღრო-ჩოღრო გამომივიდა. ეთყობა ის კარგად უნდა გაწელო და გადაჭიმო. მარილი დავაყარე, ინფორმაში ჩავდე და დღეს ხვალ გავჭრიალდეთ და ნახავ ერთი როგორი რა გამოვიდა. ტასიკომ კი არა და ბუბუმ რაღაცა მოიპარა, კალაჩი კიტრი მქონდა და მოიპარა ეთყობა. სადაბრძან დაკევალი ბატონო ჩვენ.
ასე იცის ხოლმე ხანდახან ხახს, კიტს, კალათიდან ამოიღებს, ბანანი გააკროლა ამასთან, ესე ქონდა, ეშვივით ქონდა ეს სპიტალი ბანანი გარჭობილი ბეში. მოკლედ მოვიმარაგე რაღაცეები, მე რომ ვერ გავიდე. სახლში საჭმელი იყოს. სალათის ფურცლები, ის რაც ტასიკოს უყვარს, ყველი და ეხლაც უნდა ნაწილი უნდა დავამარილო, ნაწილი უნდა გავხეხო, ნაწილი უნდა გავყინო. რა თქმა უნდა, ხა ეს 6 კილო ყველი ერთდროულად. არ ღირს ძვირი. თბილისში როგორ ღირს ვერ გეტყვით. იმერეთში ალბათ უფრო იაფია და რა თქმა უნდა, ყველიც უკეთესი იქნება. მივეცი 10 და 50 კილოგრამში. ლიკანი მოვიმარაგე, ჩემი საყვარელი, სიცხის დამწევები მოვიმარაგე, ისწავლები, რასაც მე ვიღებ, მოვიმარაგე. დავრეკე გორის ჰოსპიტალში, მეგობარმა მომცა არაჩვეულებრივი ინფექციონისტია, მითხრა ნომერი. დავრეკე და ქალბატონს შეუთანხმდი ვიზიტზე. თუ ხვალვე მოესწრება ანალიზი, სისხლის ანალიზი და თუ მართლა ყბაყურა მივალთ ქალბატონთან, თუ ხვალვე ვერ მოესწრება, მივალთ ზეგ. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გორში. აი ესე. და რა კარგია, რომ აი აქ ზუსტად ჩემი იმიდან, აივნიდან ჩანს ყოფილი ამბულატორია და ყოფილი საავადმყოფოა. ამ საავადმყოფოში არაჩვეულებრივი ქირურგები ყოლიათ და შვენივრად იტარებდა ხალხი მკურნალობას და არავითარი პრობლემა არ ჰქონდათ. ეხლა დაბა არის საავადმყოფოს გარეშე. და ერთი აქაური, თუ არ ვცდები, ტრავმატოლოგია, თუ ფიზიოთერაპია, არ ვიცი. რომელი პროფილია ვერ გეტყვით, გოჩა ჩუტკერაშვილი ყოფილა ესეთი ადამიანი, აქედან წარმოშობით და ის ხსნისო, მისი ეგიდით რაღაც, არ ვიცი, ხა სპონსორი თვითონ არის, მესაკუთრე თვითონ არის, ვერ გეტყვით რა არის. მოკლედ მისი ეგიდით და კიდე რამდენიმე პარტნიორთან ერთად იხსნება საავადმყოფო და ეს არის ძალიან კარგი ელემენტარული სისხლის ანალიზი, რო ჭირდება ადამიანს. აგერ გადავა აღარ მიდის სხვა ქალაქში მოკლედ. ხო და ეს ძალიან კარგია. აი ესე მაგ დაწყობილი გეგმები შემოკარგებოთ, ასკოს ახლა ძინავს, დღეა, მაგრამ მოგეხსენებათ მაგას ღამე უყვარს რაღაცების ყურება, დასვენება, არ არის ეს კარგი, ვიცი რომ არ არის კარგი. ალბათ მივა იმ ასაკამამდე და იმ დასკვნამდე და ჩვენი დღეს გადაწყვეტს ჩემსავით რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და შეცვლის. ხო და ეხლა ძინავს. ლიკანს დავისხავ თქვენი ნებართვით. თქვენი ნებართვით დღეს დილით რამდენიმე რეისი, მე მგონი 3-ჯერ თუ 4-ჯერ ჩავედი, მეხუთედან დაბლა და ჩავიტანე ნაგავი აივანიდან. აივანზე მქონდა მოგროვილი, იცით როგორი ნაგავი? ყუთები, პენოპლასტები, ვიფიქრე რაღაცაში დამჭირდება, დაკეცილები, რაღაცები და ავდექი და იმას ვქენი, რა ქვია, მოვკითხეს მოვიქნიე. ამ მეპატრონეს დაუტოვებია იქ რაღაცა კარადად გადაკეთებული დიდი მასივრის რაღაცა ბადე, რაღაცა ანტენა ყოფილი ტელევიზორის, არ ჭირდება აშკარად და ავდექი და მოვისროლე და გავასუფთავე აივანი, ერთადერთი დამრჩა ახლა დიდი შავი ნაგვის ყუთი ლამის ჩემს სიმაღლე, რომელშიც ძალიან მოუხერხებელი სატარებელია, მაგრამ ძალიან მსუბუქია. შპალიერი სადაც ჩამოვხიეთ, აი ისინია დაკუჭული და ჩადა დიდია, მაგრამ მასავით არის. ჰაერივით ზონა აქვს და მაგასაც ჩავიტან. იმიტომ რომ მე 12 საათზე, 12:30-ზე, უფრო ადრეც 11-დან უკვე ვარ ლოგინში. სადღაც 9 საათი ვსკროლავ, ან ვკითხულობ და ვიღვიძებ ადრე. სადღაც 9-დან უკვე მგვიწევს. თავს გრძნობ არაჩვეულებრივად. აი ჩემ ნევროპათოლოგმა მითხრა, რომ მე თავად ვუთხარი. იმ დღეს, რომელ დღესაც მეტი მძინავს, რაღაც ის გაბანგულს და გაბრუსალებულს თავს ვატარებ მეთქი მე რეთქო და აიო, ვისაც შაკიკი აქვსო, ზუსტად ესე ემართებათო, ამიტომ უნდა იცოდე შენი დაძინების და გაღვიძების დრო და მე მგონი მეშველა და დავამოღამე. ადრე ვიპოვე მივაგენი იმას, რომ 9 საათია ჩემთვის იდეალური ძილის დრო. და როცა არ უნდა დამეძინა, მაღვიზარას ვაყენებდი 9 საათზე. ახლა მივხვდი, რომ ბევრად უკეთესად ვარ, თუ 12-მდე დავიძინებ და 9 საათში გავიღვიძებ. ანუ დაძინების და გაღვიძების ერთნაირი დრო უკვე ძალიან კარგია.
მოვიწესრიგე მე მგონი და იმედია ასკოს მოიწესრიგებს. ახლა ჩემოკარგებო რაღაცა მინდა მივირთვა, იმიტომ რომ უკვე 3-4 დაიწყო და საცაა წამალი უნდა დავლიო და უკვე დილით მივირთვი ერთი ნაჭერი ხაჭაპური და ახლაც კიდე რაღაცა უნდა მივირთვა. და მოდით ერთად მოვამზადოთ ძალიან ჯანმრთელი და სასარგებლო სალატი. პეკინური კომბოსტოს, რომლის ნაცვლადაც შეგიძლიათ ნებისმიერი კომბოსტო გამოიყენოთ, 1-2 ფოთოლი კარგად დავწიწკნე, შეგიძლიათ დაჭრათ. ზედ სულ ცოტა სტაფილო დავახეხე, გნებავთ მსხვილ, გნებავთ წვრილ სახეხზე. ზედ დავაჭერი 1 პატარა კიტრი და პატარა პომიდორი. ყველი 1 ნაჭერი. სალატის ფურცელი ვიპოვე და მე მგონი რომ მოუხდება. მწვანე ხახვი. 1 პინწკლი ქინძი. ჩემი უსაყვარლესი ბულგარული წიწაკა. 1 კოვზი არაჟანიან მაწონი. ლიმონის წვენი. ცოტა მარილი. შეგიძლიათ ცოტა პიმპილი ან სუნელი გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ არომატული ზეთი, მოკლედ რაც გინდათ, ამაზე უკეთეს რას მიირთმევს ადამიანი ამ გაზაფხულზე. მე აუცილებლად უნდა მივხედო შაქარი და ფქვილი ვიყიდე დღეს რამდენჯერმე რომ ჩავედი, თავისუფალი ხელებით რომ ამოვდიოდი, თქი ბარაღამ გავიყოლებ თქო ხა შაქარი და ფქვილი სულ არის საჭირო ხო ოჯახში და ჯერ ვერ მივედი იმ დონემდე რომ შაქარს ერთად არ ვიყიდო, იმიტომ რომ სტუმარს სჭირდება, ხანდახან ტასიკომ ჩემ მეუღლე ვერ მიირთმევს ყავას შაქრის გარეშე. ხა რაღაცას ვაცხობ და აი ასე. ბუბუშა, ძალიან გეხეწები დაანებე მაგას თავი რა. გაანებ. შემოგევლე შენ. ბუბუსას ძალიან აკლია ტასიკოს სითბო. ტასიკოს რო ხედავს ბუბუს ესე გადაყირავდება ხოლმე მუცელი მომხანეო. ხო და თამაშობენ ესე ეფერება და ახლა ტასიკო აღარ ეფერება, იმიტომ რომ წავიკითხე, კატებზე ყბაყურა არ გადადის, ძაღლზე შეიძლება იშვიათ შემთხვევაში მე რა გადავიდეს. ამაზე ახლა რომ ყბაყურა გადავიდეს, შეიძლება გადავდგე ჭკუიდან, ამიტომ დავაცალცალკევე ესენი და ის ცალკე შორიდან ეფერება და ეს კიდე ცალკე ისი უყურებს, აბა როდის მოვაო ჩემთან და ჩამეხუტებაო და ის კიდე არ მოდის. მოკლედ გოგოებო და ბიჭებო, შევდგები ახლა საქმეს. თქვენ კი კიდევ ერთხელ მოგილოცავთ სულ ყველას და დაგემშვიდობებით ხვალამდე. სიმართლე რომ გითხრათ, ამდენ ლაპარაკს არ ვაპირებდი, უბრალოდ მინდოდა რომ მომელოცა და კიდევ ერთხელ გილოცავთ 26 მაისს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ ჩამოყალიბებულ პიროვნებებს, მოქალაქეებს, ქართველებს ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში, რომელსაც როგორც გიორგი კეკელიძემ ერთხელ დაწერა, არ ვიცი, შეიძლება სადღაც თქვა, მაგრამ მე დაწერილი მაქვს საკითხული და გაგიჟებით მომწონს ეს ფრაზა, ეს ნათქვამი ქვეყანას ერს, რომელმაც შექმნა სიტყვა გარდაცვალება, სიკვდილი არ უწერია და მართლაც რომ გაუმარჯოს ერს, რომელსაც არ უწერია სიკვდილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ. კარგად ბრძანდებათ.